მე ვარ ანანო ერემაცის 11 წლის. სწავლობ მეცხრე-საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა და კულინარია. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ ისამეში. ბავშვობიდან მეყვარს ცეკვა, ჩემი და ცეკვავდა და მეც მამინდა ანსამბლში შესვლა. მახსოვს პირველი დღე ისამეში რომ მივედი. არ ვიცნობდი იქ რა გარემოს და ბავშვებთან ცოტა მორცხვი ვიყავ. ჯერ გავიცანი მასწავლებლები, შემდეგ გავიცანი ბავშვები და დავიწყეთ ვარჯიში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ახალი ილეთების შესწავლა, რადგან ეს ჩემთვის უცხო იყო და ძალიან რთულად მომეჩვენა, მაგრამ როდესაც შევისწავლე, უკვე აღარ მეცნიერებოდა. ყველაზე ადვილი იყო აჭარული ცეკვის სწავლა, მით უმეტეს ის არის ჩემი საყვარელი ცეკვა. ჩემი საყვარელი ილეთი არის აი ასეთი. ილეთი. აჭარულის დასაწყისი ეს. კონცერტი ჯერ არ გქონია და მალე გვექნება. ახლა ვდგამთ რაჭულს და უნდა გავიდეთ ივლისში კონცერტზე. მე მინდა ჩემი პირველი სოლო კონცერტი მქონდეს ანტალიაში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას მოკლე შავი კაბა სხვადასხვა კოპლებით. ისამეში ყავს 3 ქორეოგრაფი: ჯილდა შაინიძე, ანა დედოფალიძე და აჩიკო დედოფალიძე. ყველაზე მხიარული არის აჩიკო მასწავლებელი, ყველაზე მკაცრი დასამართლიანი ჯილდა მასწავლებელი და ყველაზე რამაზი არის ანა მასწავლებელი. ჩვენ ანსამბლში გოგოებიც და ბიჭებიც ცეკვავთ. უფრო უკეთესად გოგოებიც ცეკვავენ. ბიჭებს რთული ილეთები აქვთ, მაგრამ გოგოები უფრო დახვეწილად ლამაზად ცეკვავენ. ჩემი გეგმა არის რომ ვიცეკო დიდხანს, გამოვიდე ქორეოგრაფი და ვასწავლო ჩემი ტოლა ბავშვებს ცეკვები. ბავშვობაში მინდოდა გამოვასულიყავი პედიატრი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მელინტო ბალაჩევანძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-5 კლასში და ვკლავ ფორტეპიანოზე. ერთხელ მქონდა კონცერტი და ერთხელ მქონდა გამოცემა. უფრო მომეწონა კონცერტი, რადგან ბევრი ხალხი ესწრებოდა და კარგადაც დავუკარე. პიანინოზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მომწონს, როდესაც უკრავენ პიანინოს, ძალიან მისდავს მისი ხმა, როგორც აწყობენ თითებს და ასე შემდეგ მომწონს პიანინოს თვითონ ხმა. ჩემი აზრით პიანინო არის ინსტრუმენტების მეფე. ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელია მზია მუჯირი, ის არის ძალიან თბილი, კეთილი, საყვარელი. შეიძლება ითქვას, რომ მზია მასწავლებელმა შემეყვარა მუსიკაც და ფორტეპიანოზე დაკვრაც. მე ასევე ვუკრავ ფანტურზე და ეს ინსტრუმენტი ძალიან მომწონს. მუსიკალურ სკოლაში ვმღერი გუნდში და თან ვუკრავ ფანტურზე. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ქალთა ნადური. დასართავი მოვითავოთ ოდელა დაგძრახავენ მულებიო ოდელა და ოდელა ვიცეკვოთ ვიმხიარულოთ ოდელა და ოდელა გავახაროთ გულები ოდელა და ოდელა. კონცერტი მქონდა ბაკურიანშიც, რაჭაშიც, საირმეშიც, თბილისშიც და მცხეთაშიც. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა საირმეში კონცერტი. იმიტომ რომ იქ კარგად გავერთეთ, კარგად ვიმღერეთ და მიგვიწევს სომხეთში. სახლში მაქვს კარგი მიკროფონი და სულ ვაწყობ კონცერტებს. ვარ ნიჭიერი გოგო და მიხდება სცენა. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი კლასელები, ძალიან კარგი მასწავლებლები და ძალიან ერთგულები არიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ანა ცენტერაც. ყველაზე ჭკვიანია საბა შაინიძე. ყველაზე მშვიდია სარა ბახუნტარაძე. ყველაზე ბედნიერია ბარბარა ეკობაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი ნელი დუნდუა. იმიტომ რომ ის არის ძალიან კეთილი, მოსიყვარული და თბილი. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა ვიყო 6 წლის, რადგან მე ნატრება ბაღი და ჩემი ბავშვობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და დეიდა და დეიდაშვილი. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 13 წლის და ქვია მარი. ის არის ლამაზი, მხიარული, მოსიყვარული და კეთილი. გასაჭირში ყოველთვის დაგედგება გვერდში. ჩემი აზრით მარი რომ გაიზრდება გამოვა ქორეოგრაფი, რადგან ძალიან კარგად ცეკვავს ისიც. მამიკო არის სიმპათიური, მზრუნველი, კეთილი და მხიარული. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ყოველთვის კარგ სიტყვებს ეუბნება და ყოველთვის ახარებს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, სულ ჩვენზე ზრუნავს და ძალიან კარგ საჭმელებს აკეთებს. სხვათა შორის მე ძალიან კარგ საჭმელებს ვაკეთებ. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო ფანკეიკები. ახლა ყველაზე კარგად გამოდის ნამცხვარი ზღაპრის გამოცხობა. ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. თუ ყველაფერი კარგად დაეწყო, მომავალში გავხსნი ჩემს რესტორანს და დავარქმევ პრინცეს ანანოს. მე ასევე მიყვარს კითხვა და კითხვა შევაყვარა წიგნმა. ერთხელ ბიბლიოთეკიდან ავიღე წიგნი დიდედას გზა. ეს იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო და ასევე სევდიანი. ამის შემდეგ შემეყვარდა კითხვა და მოხვდი ახალ ფერად სამყაროში.
მას შემდეგ ვარ ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი. ჩემი საყვარელი წიგნა ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედაზე. რა თქმა უნდა, ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი იქნებოდა ჩემი დედიკო. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სამყაროში. ჯადოს ნორჯახ რომ მქონდეს დედამიწაზე გავაკეთებდი ბოროტებას. ჩემი აზრით ადამიანები იმიტომ ხდებიან ბოროტები, რადგან ბავშვობაში არ უჭერბენ მშობლებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. მაინც გერმანიაში, იმიტომ წავიდოდი, რომ იქ არის ჩემი მამიკო, ძალიან მენატრება და ძალიან მეყვარს. ჩემი ოცნების საჩუქრია, რომ მყავდეს კატა, რომელიც სულ ჩემთან იქნება. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანან რომარ მერქას რა მერქმეოდა. მე ანან დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანან მერქას მერქმეოდა კაროლინა. ჩემ შვილებს დავარქმევ გოგოს ევას და ბიჭს იოანეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემოწოს, მოგზაურებდი თამარ მეფის საქართველოში. ვიქნებოდი ერთ-ერთი გავლენიანი დიდგვაროვანი ქალბატონი. ბედნიერება არის მამიკოს ახლოს ყოფნა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.